სააპელაციო სასამართლო გია გვიჩიანის განაჩენს არ გადახედავს სასამართლო ესტელასის ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გადასინჯვას თაობაზე გიორგი გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატების შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. სასამართლო მტკიცებულებები ახალ გარემოებად არ მიიჩნია. საუბარია ამერიკაში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებზე, რომელმაც დაადასტურა, რომ მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილი თმის ღერი, ნერწყვი და თითის ანაბეჭდი მსჯავრდებულებს არ ეკუთვნით. ასევე მოწმის ახალ ჩვენებაზე, რომელიც ყვება, რომ გვიჩიანისა და ჩემიას წინააღმდეგ ჩვენება წამების შედეგად მიაცემინეს. ადვოკატები აცხადებენ, რომ დღევანდელი სასამართლო არც ერთ საქმეს არ გადასინჯავს, თუმცა ისინი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ და სააპელაციო სასამართლოს განჩინებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. ისინი გვეუბნებიან, ბრალდების მხარემ ეს იცოდაო და სწორედ მაგაშია საქმე, რომ ბრალდების მხარემ რო იცოდა და დამალა, სწორედ ამიტომ შევიტანე ჩვენ და სასამართლომ არ იცოდა. სრულად რა იყო დნმ-ის ანალიზის პასუხი. და მეორე, პაპაჩაშვილი, რომელმაც თქვა, რომ ეს ზეწოლის შედეგად მიმაცემინეს ჩვენება გვიჩიანის და ჩემიას წინააღმდეგო და საკუთარი თავის წინააღმდეგო. აქ განაჩენი არ არისო, დამდგარიო. პროკურატურამ კი დაკითხა ეს კაციო, კი თქვაო დაკითხვის დროსო, რომ მაწამესო, მაგრამ ამისთვის უნდა დადგესო განაჩენი სასამართლომ უნდა დაადასტუროსო, ანუ უნდა მოვიდნენ ადამიანები და თქვან ჩვენაც ვაწამეთ, დიახ.